მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე საკითხი შევეხო. ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას. პირველი მინდა დავიწყო, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ტრადიციულად აღდგომის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი, თბილისის მეტრო, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მეტრო 21 აპრილის 4 საათამდე, დილის 4 საათამდე იმუშავებს და გადაადგილება მოქალაქეებისთვის იქნება უფასო, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს 21 აპრილს დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით მოემსახურება უფასოდ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის სასაფლაოზე, შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა მთლიანად მოწესრიგებული იქნება და რა თქმა უნდა 21 აპრილს კონკრეტულ მარშრუტებზე, რომელზეც საუბრობდი, გადაადგილება იქნება უფასო. მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრავებს მეტროს სადგური მარჯანიშვილის, დელისის, სარაჯიშვილის, ვარკეთილის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან და დიდუბის ზედა გასასვლელიდან, ასევე ჭიჭინაძის, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან, კერძოდ შვამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. დეტალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე მოიძიოთ, თუმცა დამატებით მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, რომ მთავრობის ცდომის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტულ მარშრუტებთან დაკავშირებით მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ უფრო ხელმისაწვდომობა იყოს აღნიშნულ მარშრუტებთან დაკავშირებით. მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პარკი, ბევრი სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარეთ, ახალი პროექტი განვახორციელეთ, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ბევრჯერ მithქვამს მთავრობის ცდომებზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გვინდა რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცეები გავაჩინოთ დედაქალაქში. ეს რა თქმა უნდა ხედულობაში მაქვს საკალათოშორისო პარკები, ასევე საუბნო სკვერები, მათი მოწესრიგება, განახლება არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს კონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს, რომლის გამოყენებაც მოხდება დასვენებისთვის, ვარჯიშისთვის, განტვირთვისთვის და ასე შემდეგ. შესაბამისად დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჩვენი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ვარკეთილში, კერძოდ გახუგიდის ქუჩაზე, სადაც იქ არსებული სივრცის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საუბარია 26,000 კვადრატზე, მთლიანად აღნიშნული შენობა მოწესრიგდება. გარდა ამისა, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ასობით ფარეხის დემონტაჟი ხორციელდება. ეს რა თქმა უნდა, ეს სივრცეები გამოყენებული იქნება ისევ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში იქ მცხოვრები ოჯახები და ადამიანები გამოიყენებთ უკვე მოწესრიგებულ, განახლებულ სივრცეს. ეს უსახური ფარეხები, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, იკავებდა ძალიან დიდ ტერიტორიებს, იყო გამოუყენებელი, ვიზუალურად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ხდება მათი დემონტაჟი და ამ თანამშრომლობისთვის და ამ თანადგომისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას. სამუშაოების, ესე იგი, მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის გამწვანება, ტერიტორიაზე შევანო ღიერი მიწა, დაითესება ბალახი, დაიკვება ახალი ხემცენარეები, შესაბამისად გათვალისწინებულია ატრაქციონები პატარებისთვის, სავარჯიშოები, სასეირნო ბილიკები იქნება განათებული თავის სარწყავის სისტემებით, ყველანაირად მოწესრიგებული იქნება და მიმდინარე წლის ბოლოსთვის მთლიანად სამუშაოები იქნება დამთავრებული და კიდევ ერთი ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე ამ პროექტის სახით შეემატება დედაქალაქს. მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია მაძალადევის რაიონში მიმდინარეობს კიდევ ერთი სივრცის განახლება. ეს არის ანაპის 414 დივიზიის ქუჩაზე, პროექტის ფარგლებში 9 ჰექტარ ტერიტორიაზე შესრულდება გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის სამუშაოები, დამონტაჟდება
შადრევანი განათების ბოძები, ტრენაჟორები, სავარჯიშო, დასასვენებელი პავილიონი, რა თქმა უნდა, აქაც მოეწყობა სარწყავი სისტემა და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები იქნება დამონტაჟებული. ტენდერი გამოცხადებული იყო, უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში უკვე დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების შესრულებას. ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია ასეთი პროექტები. თუმცა მინდა შევეხო ასევე ერთ პრობლემურ საკითხს. ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ გამწვანებაზე, ძალიან ბევრს საუბრობთ სკვერების რეაბილიტაციაზე, ახალი პარკების გაშენებაზე, თუმცა გვაქვს პრობლემები. ჩვენ დედაქალაქში გვაქვს ზონები, სადაც რა თქმა უნდა არანაირი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა. ეს არის ტყით დაფარული სივრცეები, ეს არის ლანდშაფტურ რეკრეაციული ზონები, სივრცეები, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი. თუმცა გვაქვს სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს შემთხვევები, როდესაც ადამიანები შედიან და პირდაპირ მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა. ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა ამას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოყვება რეაგირება და ყოველთვის გვექნება მკაცრი მიდგომები. იმიტომ რომ წარმოუდგენელია გავჩეხოთ და გავანადგუროთ ის, რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია თითოეულ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის და ჩვენვე ვჩეხავთ და ვანადგურებთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამას ვამბობ იმიტომ, რომ აი მაგალითად მუნიციპალურმა ინსპექციამ ამჯერად წყნეთში ეგრეთ წოდებული კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე, სადაც ჩვენ გვაქვს ლანდშაფტურ რეკრეაციული არეალები, გამოავლინა შავი ფიჭვისა და ელდარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები და რა თქმა უნდა ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. კანონდარღვევის მასშტაბით გათვალისწინებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის უწყებებს. იმიტომ წარმოუდგენელია ჩვენ თვითონ დავაზიანოთ ის, რაც ძვირფასია თითოეული ჩვენთაგანი ჯანმრთელობისთვის, ის, რაც ძვირფასია ჩვენი შვილებისთვის, წარმოუდგენელია, ხო, მივადგეთ, იცით, რომ იმ კონკრეტულ არეალებში, კონკრეტულ სივრცეებში თუნდაც ხე რომ არ იყოს, როდესაც მას ადევს სატყეო ზონა და არის ლანდშაფტურ რეკრეაციული არეალი, იქ რა თქმა უნდა ვერანაირი მშენებლობა ვერ მოხდება. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, ეს ქალაქი ყველაც ჩვენია, ხო? მარტო თბილისის მერია არ უნდა იყოს პასუხისმგებელი. ყველა ამ ქალაქში ცხოვრობთ, ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ უნდა მოუვაროთ და მოვაწესრიგოთ ყველაფერი. მე მინდა მადლობა გადაუხადო მოქალაქეებს, ვინც ცხელ ზარზე დარეკა და შეგვატყობინა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა მაშინვე მოხდა ყისიერი რეაგირება და არც ერთი ასეთი ფაქტი არ დაჩება ყურადღების მიღება. ყოველთვის მოყვება რეაგირება და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს უკანონობა შევაჩეროთ. გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ინიციატივით 2022 წელს გავამკაცრეთ კანონი, მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჯარიმები და ასევე მინდა გითხრათ რომ თქვენ იცით ასეთი მძიმე ფაქტები ეს უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული და ითვალისწინებს ციხეს პატიმრობას. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამ ტიპის ფაქტების შესაჩერებლად და არავის არ უხარია აქ ვინმეს დაჯარიმება ან ვინმეს დაჭერა. მაგრამ არის რაღაცები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დაუშვათ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვექნება განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ერთის მხრივ უამრავ პარკს, სკვერებს, რეაბილიტაციას უტარებთ, ახალ პროექტებს ვახორციელებთ და გარკვეული კატეგორია ადამიანების
რაღაც თავიანთი პატარა ინტერესებისთვის ჩეხავს დღეებს. არ ვიცი, ეს წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ეს მიდგომები. და ბოლოს მეგობრებო, მინდა მადლობა გადაუხადო დიდუბის რაიონის 10 უკვე ყოფილ გამგებელს ვლადიმერ სნელაძეს, რომელიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე განაგრძობს, იგი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისად, მას მოუწია დაეტოვებინა გამგებლის თანამდებობა. ლადოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებითაც, წლების განმავლობაში 2021 წლიდან არის იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული. და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა უთხრა მას გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატებები ვსურვოთ ახალ თანამდებობაზე. შორს არ მიდის. მართლაც მნიშვნელოვანი პროექტები არის ენერგეტიკის მიმართულებით გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რესურსები, რომელსაც ჭირდება სწორი, რაციონალური გამოყენება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად იმისთვის, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს ვინმეზე ან რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული. შესაბამისად, მინდა ამ გამოწვევაში წარმატებები გისურვო და კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, მარცხენა სანაპიროზე ვიმყოფებით, სადაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა გზის ჩამოშლა. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვნახეთ, რომ არსებობდა ბზარები, მაშინვე მივიღეთ უმეტესიერი გადაწყვეტილება, გადაიკეტა მოძრაობა გზის გარკვეულ სავალ ნაწილზე და შემდეგ მოხდა ამის ჩამოშლა. რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყეთ სამუშაოების განხორციელება. გარკვეული პრობლემები არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ წყალუხვობის პერიოდია, მტკვარი საკმაოდ მოდიდებული არის, რაც გარკვეულწილად აფერხებს სამუშაოებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაისის ბოლოსთვის საავტომობილო გზის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება, მოძრაობა მთლიანად აღდგენილი იქნება და პარალელურად ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. ირაკლი ბენდელიანი არის ჩემთან ერთად, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად გვეტყვის პროექტთან დაკავშირებით. ირაკლი, მე ვთქვი, რომ მაისის ბოლოსთვის უკვე აღდგენილი იქნება მოძრაობა, პრობლემა არ იქნება. პარალელურად ჩვენ ეხლა ველოდებით გეოლოგიურ დასკვნებს, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედლის სამუშაოები უნდა მოეწყოს და ამასთან დაკავშირებით რო უთხრათ საზოგადოებას. მოგესალმებით, ესე იგი პირველივე დღიდან რაც ამ მონაკვეთზე საფრთხე შეიქმნა, მივიღეთ გადაწყვეტილებები ოპერატიულ რეჟიმში, შემოვიდა კონკრეტული კომპანია 24 საათიან რეჟიმში. ამიდის მიუხედავად, როის მიუხედავად სამუშაოები წარმოებდა და ესე გაგრძელდება მომავალშიც. ეხლა გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, უფრო კონკრეტულად რო გავარკვიოთ პარალელურ რეჟიმში, თუ რამდენი მეტრზე უნდა ჩავიდეთ ხიმინჯოვანი კედლის მოწყობის დროს. გარდა ამისა, ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები არის, რომელსაც ამ ხიმინჯოვანი სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე გავდიშავთ თელასთან კომუნიკაციით. ესე იგი, როგორც ვთქვით, მაისის ბოლოს გზა სრულად გახსნილი იქნება. დაველოდებით შემდგომ უკვე ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მტკვრის დონე შედარებით შემცირდეს, რათა უკვე კალაპოტიდან განვახორციელოთ სამუშაოები. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაისის ბოლოს, როდესაც ჩვენ გზას გავხსნით, სრულიად უსაფრთხო იქნება და ეს სამუშაოები უკვე გზის უსაფრთხოებასთან კავშირში არ იქნება. ამაზე მინდა ვთქვა, ეხლა ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ამ ქვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში. ვიცით ჩემო მეგობრებო, რომ ბევრი რამე იცით და ეს ძალიან კარგია და მივესალმებით ამას მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ რაღაცები ჩვენც ვიცით და ვიცით როგორ უნდა იმოქმედოს შესაბამისმა სამსახურმა და რა უნდა გაკეთდეს ამ ტიპის პრობლემების დროს, ხო? ეს რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი, ეს ლოდები შემოვიტანეთ იმისთვის, რომ მიმართულება შეგვეცვალა, რათა უკვე რეალურად ეხა ჩვენ სადაც ვდგავართ, პირველ დღეს აქ მტკვარი მოედინებოდა. შესაბამისად, ეს რო ჩვენ არ გაგვეკეთებინა, ბუნებრივია, მარტივია, მტკვრის დონეს ვერც შევწევდით, მიმართულებას ვერ შევცვლით და ვერც ვიმუშავებდით. ამაზე შეგვიძლია მოსახლეობა დავამშვიდოთ და ნუ იქნებიან პანიკაში, ეს ესე არ დარჩება. სამუშაოები რო დასრულდება, ჩვეულებრივად პირვანდელ მდგომარეობაში იქნება, ისევ ამას გავიტანთ. მადლობა ირაკლი, წარმატებები. მეგობრებო, ეს იყო რის თქმაც მინდოდა, როგორც გითხარით, მაისის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგენილი იქნება და ივნისისთვის მთლიანად დავამთავრებთ ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას და პირვანდელ სახეს დაუბრუნდება უკვე აღნიშნული ტერიტორია და მთლიანად მოწესრიგებული იქნება.
აგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. მომდევნო დღეების განმავლობაში შევხვდებით ერთმანეთს. საბადროებით. დღეს ჩვენთან იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მოსული. მათ გაგვაცნეს ჩვენს ჯარზე და მის სხვადასხვა სასწავლებლებზე ინფორმაცია და პირადად მინდა გადავუხადო მადლობა თავდაცვის სამინისტროს ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის. თავდაცვის სამინისტროს პროექტის ჩვენი ჯარის ფარგლებში ვიმყოფებოდით ქალაქ ტყიბულის ნომერ 6 საჯარო სკოლაში, სადაც სკოლის მოსწავლეებს გავაცანით თავდაცვის ძალების შემადგენლობა და სტრუქტურა, სამსახურის ფორმები და არსებული სიახლეები. აღნიშნულმა შეხვედრამ მაღალი ინტერესისა და ჩართულობის ფონზე ჩაიარა. რისთვისაც მადლობას ვუხდით სკოლის მოსწავლეებს და სკოლის დირექციას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანისა და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული იქნა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით სატვირთო მანქანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით გადაცლილი იქნა მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება აღემატება 230,000 ლარს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მე-5 და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.